მოგესალმებით მეგობრებო, დაპირებისამებრ დღეს ვისაუბრებ ფოტომოყვარულებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ერთ-ერთ გავრცელებულ კითხვაზე, რომელიც მუდმივად ხდება ინტერნეტ სივრცეში თუ პირადად საუბრების დროს, ნიკონი ჯობია თუ კენონი. რა თქმა უნდა, კითხვა გახლავთ საკმაოდ ბანალური, იმიტომ რომ მხოლოდ სახელების მოხსენება ნიკონი ჯობია თუ კენონი არაფერს არ გვეუბნება. აქ რასაკვირველია, როდესაც საუბრობთ ამ ორი ბრენდის ფოტოკამერის შედარებაზე და ჯობნა-არჯობნაზე, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ სწორედ მათ იმ პარამეტრებზე, რომლებიც განსაზღვრავს საბოლოო ჯამში მიღებული სურათის ავკარგიანობას, ტექნიკურ ავკარგიანობას, ვინაიდან ფოტოკამერა ფოტოს ესთეტიკურ ნაწილს ვერ განსაზღვრავს, ის მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობაა და თვითონ კადრის შინაარსი ეს მხოლოდ მეზია დამოკიდებული. რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, თუ როგორ ასრულებს ამ ამოცანას ფოტოკამერა, ამაზე შეიძლება ნამდვილად მსჯელობა და ამაზე შეიძლება საუბარი. რასაკვირველია, ტექნიკური პარამეტრები არ არის მხოლოდ 1 და 2. ათეულობით გახლავთ ეს ტექნიკური პარამეტრები და მათი განხილვა, ამ ტექნიკური პარამეტრების განხილვა ერთი ბრენდის და მეორე ბრენდის ფოტოკამერის საკმაოდ მოცულობითი იქნება და შესაბამისად მცირე ზომის ვიდეო მიმოხილვაში ვერანაირად ვერ მოთავსდება, ვერ დაეტევა ფიზიკურად. ამიტომ მე შევეცდები, რომ ამ ტექნიკურ პარამეტრებზე ვისაუბრო თანდათანობით ნაწილ-ნაწილ და მათი პარამეტრები განვიხილოთ ერთად და შევადაროთ და თქვენს საქმის გულში იქნებით უკვე რაზეა საუბარი და კონკრეტულად რომელ პარამეტრს მიმოვიხილავთ. თუმცა მეორეც არის, ფოტომოყვარულთა უმეტესობა არ არის ჩახედული ღრმად ამ ტექნიკურ პარამეტრებში, ისინი უბრალოდ შემოიფარგლებიან იმ მარტივი ფუნქციებით, რომელიც ფოტოკამერას ერთი შეხედვით და ზემოდან პირდაპირ ზედაპირულად გააჩნია და მათ აინტერესებთ პასუხიც, რა თქმა უნდა, მარტივი და არა სიღრმისეული ამ ტექნიკური პარამეტრების განხილვა. ამიტომ მე რაღაცნაირი ჰიბრიდს გავაკეთებ, ასე ვთქვათ, რომ მეტნაკლებად ერთზეც ვისაუბრო და ანუ პოპულარულ ენაზე ვისაუბრო და ნებისმიერ ვიდეო რგოლის მნახველს შეექმნეს შთაბეჭდილება კონკრეტულად რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გარდა ტექნიკური პარამეტრებისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ რომელ მოდელს მიმოვიხილავთ ჩვენ. როდესაც ახლა საუბარია სამოყვარულო მოდელებზე, დაბალი კლასის სამოყვარულო მოდელებზე, არ შეიძლება რომ მაღალი კლასის მოდელი დაბალი კლასის მოდელი შევადაროთ, ხო? ამიტომ ამ მხრივაც შესაბამისი რანგირება უნდა იყოს დაცული, რომ ვთქვათ, პროფესიონალური კლასის მოდელი შევადაროთ პროფესიონალური კლასის მოდელს. და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი საუბრის თემას, მე მინდა უფრო ყურადღება გავამახვილო უფრო მარტივ საკითხებზე და არ ჩავწვდე სიღრმისეულად დაუშვათ რომელიმე ტექნიკური მონაცემის განხილვას. პირველი კითხვა, რაც ამ ფონზე ზოგადად ხდება, როდესაც საუბარია ნიკონის და კენონის შედარებაზე და მტკიცებაზე, რომ ერთი ჯობია მეორეს, ერთი ჯობნის მეორეს. პირველი კითხვა, რაც ამ საუბარს მოყვება ხოლმე, ან დისკუსიას მოყვება, ეს გახლავთ ასევე გავრცელებული ნიკონის და კენონის ფერები. ანუ საუბარია იმაზე, რომ ნიკონის ფოტოკამერა და კენონის ფოტოკამერა ერთ და იგივე კადრის გადაღების შემდეგ საბოლოო ფოტოზე იძლევა სხვადასხვა ფერებს. გეთანხმებით, ნამდვილად ეს ასეა, იმიტომ რომ ნიკონს და კენონს ეს საკითხი მოწესრიგებული აქვს, გადაწყვეტილი აქვს თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი კონცეფციის შესაბამისად და შედეგიც სახეზეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის
და ამ პრობლემის მოგვარება ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება. თუ რაზეა საუბარი, ახლა მე თქვენ პრაქტიკულად მაგასაც გაჩვენებთ. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ პირველ რიგში სარკიან კამერებზე. სარკიან კამერებზე ვისაუბრებთ პირველ რიგში და მე აი ამ ფერებთან დაკავშირებით, სწორედ როდესაც ვისაუბრებ აი ამაზე მექნება საუბარი, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს სარკიანი კამერები, რომელსაც გააჩნია სარკე და ასე შემდეგ თავის მთელი მოწყობილობით. ზოგადად, როდესაც საუბარია ფერწარმოქმნაზე, ჩვენ უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ ის ტექნოლოგია, რომელიც ფერწარმოქმნას განაპირობებს ციფრულ ფოტოგრაფიაში. ყველა ფოტოკამერა, რომელიც ციფრულია და ასევე არა მარტო ფოტოკამერა, მობილური ტელეფონებიც კი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ფოტოს იღებს თითქმის ერთ და იგივე პრინციპით. მათში დგას შუქცნობიარე ელემენტი ფოტოდიოდი, მცირე ზომის, ეს ფოტოდიოდი შეიძლება 5-6 მიკრონიც კი იყოს და მასზე შუქის დაცემა აღძრავს ელექტრომამოძრავებელ ძალას. ანუ მასში აღიძრება ძაბვა. ნუ ეს არის ანალოგური სიგნალი ქვია ამას და შემდეგ ვინაიდან ჩვენ გვინდა რომ შემდეგ გაციფრულდეს ეს ანუ ციფრულ მატარებლად გადაიქცეს, ციფრული სახის ინფორმაციად გადაიქცეს, საჭიროა ამ ანალოგური სიგნალს შეუსაბამოთ შესაბამისი ციფრული მაჩვენებელი. ნუ აქ ორობიტი სისტემით ხდება ათლა, ელექტრონულ მოწყობილობებს ლეპტოპი იქნება, მობილური ტელეფონი იქნება, თუ ციფრული კამერა იქნება, ესმით მხოლოდ 0-ები და 1-ები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 0-იანით და 1-იანებით არის ჩაწერილი თითოეული მონაცემი. ხო? შესაბამისად თითოეული პიქსელი, რომელიც მატრიცაზეა განთავსებული, იძლევა ანალოგურ სიგნალს. შემდეგ ეს ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება ციფრულ სიგნალად, ციფრულ ინფორმაციად, ანალოგურ ციფრული გარდამქმნელით. ეს ყველაფერი ხდება ფოტოკამერაში. შემდეგ უკვე ანალოგურ ციფრული გარდამქმნელით მიღებული სიგნალი უნდა გადაიქცეს საბოლოო ჯამში ფოტოგამოსახულებად, ხო? ამისთვის საჭიროა მისი კონვერტაცია. ანუ საჭიროა კონკრეტულ ციფრულ მონაცემს მივანიჭოთ კონკრეტული ის პარამეტრი, რომელიც შემდეგ თვალისთვის იქნება წარმოდგენილი უკვე კონკრეტული პიქსელის სახით და ამ პიქსელს ექნება თავისი შესაბამისი ნათება და შესაბამისი ფერი. ვინაიდან საქმე გვაქვს ჩვენ აი ამ პროცესს, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სწორედ ეწოდება მისი წარმოდგენა უკვე გრაფიკული სახით. აი ასეთი პროცესი ხდება ფოტოკამერაში. ანუ აი იმ მონაცემთა ერთობლიობას, რომელსაც იძლევა მატრიცა, სახელად ქვია nedli ფაილი, ანუ raw ფაილი. ამაში ამ მონაცემთა ბაზაში არის სწორედ მატრიციდან პირდაპირ მიღებული ინფორმაცია გაციფრულებული სახით. შემდეგ აქ წარმოებელი კიდევ ერთ პატარა ეშმაკობას ხმარობს, იმისთვის რომ ამ ინფორმაციის წაკითხვა, ანუ ამ ინფორმაციის დალაგება საბოლოო ფოტოსურათის სახით, აი ამ პიქსელების დალაგება, როგორც პაზლის აწყობა, არ მოხდეს ნებისმიერი მსურველის მიერ, ხდება მისი კოდირება. და თუ ჩვენ არ გაგვაჩნია მისი კოდირების საშუალება, დეკოდირების საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვერ წავიკითხავთ და ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც Facebook-ზე წერენ, რომ აი გადავიღე raw ფაილი და შემდეგ რო შევეცადე Photoshop-ში ამ raw ფაილის გახსნას, Photoshop-ი ამას არ მიხსნის. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ Photoshop-ს არ გააჩნია დეკოდერი, ანუ მას ქვია კამერა raw, აი ესეთ სახელით მოიხსენიება, რომელიც უკვე Photoshop-ს პლაგინის სახით მოყვება, ახლავს და თუ ის ძველი მოდელია თვითონ ვერსია Photoshop-ის, რა თქმა უნდა, ახალი ფოტოკამერების მხარდაჭერა ამ კამერა raw-ს არ გააჩნია, საჭიროა შესვლა Adobe-ის საიტზე, უფასოა სრულიად ამ კონვერტორის გადმოწერა და უკვე Photoshop-ს ექნება კოდირების საშუალება, დეკოდირების საშუალება და ამ კოდირებულ raw ფაილს, Canon-ის კოდირებულ ან Nikon-ის კოდირებულ ფაილს ის გახსნის ჩვეულებრივად, დაგილაგებთ უკვე აი ამ პაზლს აგიწყობთ და წარმოადგენს სურათების სახით. ნუ როგორც მიხვდით, აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ციფრული ინფორმაციის შემდეგ უკვე გამოტანაზე გრაფიკული სახით. ხო? რადგან ეს ინფორმაცია არის ციფრული,
და არა ანალოგური. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია აი ამ კონვერტაციით შევცვალოთ პარამეტრები და მივანიჭოთ კონკრეტულ პიქსელს ის ფერი, ასე უხეშად რო ვთქვათ, ის ფერი და ნათება, რომელიც ჩვენ მოგწონს და ამითი პრობლემა მთლიანად ამოწურვია. თვითონ ეს კონვერტაცია, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ და ვახსენე Photoshop-ი, RAW კონვერტორი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ხდება ფოტოკამერაში, აუცილებლად. ასევე ხდება თქვენს მობილურ ტელეფონში, რომელიც სურათს იღებს და ასე შემდეგ, ნებისმიერ მოწყობილობაში, რომელიც ფოტოს გადასაღებად არის გამოყენებული და ის არის ციფრული, აქ ყველა შემთხვევაში ხდება სწორედ აი ამ ინფორმაციის აუცილებლად RAW ფაილად ჩაწერა და შემდეგ მისი კონვერტაცია უკვე გრაფიკული სახით რო გამოიტანოს კონკრეტულად JPEG ან TIFF მაგალითად გაფართოებით, ხო? აი აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ უკვე შეგვიძლია ფერთან მუშაობა კონვერტაციის დროს, არანაირი პრობლემა არ არის დავუშვათ Nikon-ის ფერები გადაიქცეს Canon-ის ფერებად თუ Canon-ის ფერები გადაიქცეს Nikon-ის ფერებად. ცოტა ისეთი გაურკვეველია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ დავუშვათ აი ფერი განსხვავებული აქვს Canon-ს ცოტა სხვანაირი აქვს, Nikon-ს ცოტა სხვანაირი აქვს. ხოლო თქვენ გეტყვით თავიდანვე, რომ Nikon-საც და Canon-საც იმისთვის, რომ კონვერტაციის დროს მოხდეს სწორედ უკვე JPEG ფაილის ჩაწერა მეხსიერების ბარათზე, აი ამ კონვერტაციის დროს აუცილებლად უნდა მიეთითოს ერთ-ერთი ასეთი პარამეტრი, ეს არის სტილი. ეს სტილები განლაგებულია მენიუში, რა თქმა უნდა, და ჩვენ ვირჩევთ. ეს არის სტანდარტი, ნეიტრალური, მონოქრომული, შავ-თეთრი, ხო, მაგალითად. შავ-თეთრი სტილი ავირჩიოთ, გადავიღოთ ფოტო, ის უკვე JPEG-ის სახით გამოიტანს და ჩაგვიწერს მეხსიერების ბარათზე გაშავთეთრებულ ფოტოს, მაგრამ თუ ჩვენ ამასთან ერთავე ჩაწერილი გვაქვს გადაღების დროს, მითითებული გვაქვს, რომ მან ჩაგვიწეროს RAW ფაილიც, მაშინ ამ RAW ფაილს თუ კი ჩვენ გავხსნით, აი ამ გაშავთეთრებული ფოტოს RAW ფაილს გავხსნით ნებისმიერ სხვა კონვერტორში, რომელსაც შეუძლია დეკოდირება გაუკეთოს ამ RAW ფაილს, ჩვენ ნახავთ, რომ იქ იქნება ფერები აუცილებლად. იმიტომ რომ RAW ფაილი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არსებობდეს შავ-თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ Canon-შიც და Nikon-შიც გამოყენებულია ერთშრიანი მატრიცა. ანუ ქვემოთ 3 შრე არ არის, R, J და B შრეები არ არის. ესეთი მატრიცა ამ ბოლო პერიოდში გამოყენებულია მხოლოდ Sigma-ს, სამფერიანი მატრიცა. აბა დანარჩენებში რა ხდება, იკითხავთ. ერთშრიანი მატრიცა, ანუ თვითონ ეს ფოტოდიოდი არის ერთ შრეზე, მას ქვემოთ სხვა შრეები არ არის. როგორც ბევრმა იცის და ვინც არ იცის, ახლა გაიგებს, რომ ამ ერთშრიან მატრიცას ზემოდან აქვს დაფარებული ფილტრი. ეს ფილტრი არის ფერადი, ის შედგება RGB-სგან, სწორედ აი ამ ძირითადი 3 ფერისგან, დაფარული ასეთივე პიქსელის ზომის ფილტრებით და მასში გავლილი შუქი უკვე ცნობილია, მასში გავლის შემდეგ უკვე პიქსელისთვის ცნობილია, რომელი ფილტრის გავლით არის ის მიღებული. სხვადასხვა მწვანე პიქსელები, მწვანე ფილტრში სწორედ მწვანე კვადრატები გაცილებით მეტია ვიდრე დანარჩენი, იმიტომ რომ ადამიანის თვალი მწვანე ფერის მიმართ არის უფრო მგრძნობიარე. სწორედ აი ასე ხდება ინფორმაციის მიღება ციფრულ კამერაში. ახლა რაც შეეხება სტილების არჩევას, როგორც გითხარით მენიუში, ახლა მე ავიღებ ფოტოკამერას და თქვენ გაჩვენებთ რაზეა საუბარი, ორივეს Nikon-საც, Canon-საც და კიდე სხვა მოდელებსაც, რომ ყველას აი ამ კონვერტაციის დროს ამ RAW-ს გადაქცევა, როცა ხდება JPEG-ად ან TIFF-ად, ანუ გრაფიკულ ფაილად, RAW არ არის გრაფიკული ფაილი, ხდება სწორედ კონვერტაციის დროს ამ პარამეტრების, როგორი პარამეტრებით მოხდეს მისი გრაფიკული სახით წარმოდგენა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ციფრულ მონაცემებს რომელი R, J და B შეუსაბამოს, ანუ როგორ მოახდინოს მისი გრაფიკული სახით წარმოდგენა. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა ფოტოკამერისთვის. ესე იგი, ჩვენ შევდივართ მენიუში, აი ახლა მე ფოტოკამერას გაჩვენებთ თქვენ. შევდივართ მენიუში და აქ არის ესეთი პოზიცია. მას სახელად ქვია გამოსახულების სტილი. ახლა ახლოს მოვიდა, რომ თქვენ კარგად შეხედოთ რაზეა საუბარი. აი, ხედავთ ხო? გამოსახულების სტილი. აქ არის სტანდარტული, შემდეგ პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურალური, ზუსტი. ხო, ხედავთ ამას ყველაფერს და აქედან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სწორედ
ეს სტილი, უფრო მეტიც, ეს სტილი ჩვენ შეგვიძლია გარკვეული კორექცია გავაკეთოთ და გავაკორექტიროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. მასში არის ესე იგი რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის ფერის გაჯერებულობა, ფერის ტონი, სიკაშკაშე, სიმკვეთრე და ჩვენ შეგვიძლია ამ სტილების შეცვლით, რა თქმა უნდა, მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება და შემდეგ, რაც ყველაზე საინტერესოა, კიდევ აქ არის სამომხმარებლო სტილები. ანუ ეს არის უკვე ქარხნის სტილები, რომელიც მას მოყვება, თვითონ ფოტოკამერას მოყვება და შემდეგ არის სამომხმარებლო სტილები. სამომხმარებლო სტილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გემოვნებით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სტილი, რომელსაც კონვერტაციის დროს კამერა გამოიყენებს და საბოლოო სახით ფოტო, როდესაც უკვე მივიღებ JPEG-ს, ხო, აქ უკვე იქნება ყველაფერი ჩვენი გემოვნებით მოგვარებული. აი შეხედეთ როგორ არის. აი სტილი 1, სტილი 2 და ასე შემდეგ. ნუ თქვენ ხედავთ ახლა რომ აქ არის სამომხმარებლო 1, 2 და 3 სტილი. და მასში თქვენ აღმოაჩენთ რომ მე მაქვს დაყენებული ესეთი 3 სტილი, Nikon-ი, შემდეგ კიდევ დამატებით 1 სტილი და კიდევ შემდეგ დამატებით 1 სტილი. ეს რას ნიშნავს? მე სპეციალურად დავაყენე ახლა ეს სტილები იმისთვის რომ თქვენ გაჩვენოთ კონკრეტულად რა შეუძლია და როგორ ხდება ეს პროცედურა, რა შეუძლია ამ სტილებს და როგორ ხდება ეს პროცედურა. ესე იგი, როდესაც მე მაქვს ასეთი დამატებითი სტილები, ну ალბათ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტულად როგორ მოხდება და გადაღების შემდეგ როგორ მოხდება ამის გამოყენება და რა შედეგს მივიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტილები განსაკუთრებით აქტუალური და ჭირდება მათ, ვინც არ იცის RAW ფაილთან მუშაობა და არ შეუძლია დაუშვათ აი ამ RAW ფაილის კონვერტაცია დამოუკიდებლად გააკეთოს და მიიღოს საბოლოო უკვე გრაფიკული ფორმატის ფოტო. ან მათთვის, ვისაც აქვს ძალიან ბევრი სურათი და უბრალოდ შეუძლებელია დაუშვათ 500-600 სურათი, 600 ფოტო, რომ პირდაპირ ყველა ფოტო RAW-დან გააკეთოთ და გადმოაკონვერტოთ, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ენერგია. აი ამიტომ ძალიან მოხერხებულია ესეთი სტილების შემთხვევაში, რომ პირდაპირ უკვე JPEG ფაილები გამოტანილი იქნება და თქვენ გადმოწერთ გამზადებული არაფერი აღარ უნდა და გამოიყენებთ თქვენი სურვილის შესაბამისად. ახლა მე ავიღე აქ სხვადასხვა ფერის ნივთები დავალაგე, რომ თქვენ კარგად შეხედოთ თითოეული სტილით გადაღებისას რა შედეგი დადგება. და მე ახლა სწორედ აი ამას გადავიღებ და გაჩვენებთ რამდენადაც შესაძლებელია ჩემი აი ამ კამერის მონიტორით რა გამოვა ამ საქმიდან. ესე იგი, პირველი მე ვაყენებ სტილს სტანდარტულს, ეს არის Canon-ის სტანდარტული პირველი სტილი. აი პირველი სტილი და გადავიღებ ერთ ფოტოს. აი გადავიღე სტანდარტული სტილით ერთი ფოტო. შემდეგ შევცვლი სტილს და გადავალ ერთ-ერთ სტილზე, რომელსაც სახელად ქვია Nikon-ი. ეს რა თქმა უნდა, ეს სტილი კამერასთან არ აქვს. საჭიროა მისი ინტეგრაცია. ანუ დაყენება. აი გადავედი უკვე მე Nikon-ის სტილზე და ახლა ჩემს მიერ გადაღებულ RAW ფაილს, ანუ RAW ინფორმაცია, სწორედ აი ამ სტილით იქნება კონვერტირებული და გამოყვანილი საბოლოო სახით. გადავიღოთ აი ეს მეორე და ასევე კიდე მე როგორც გითხარით, მიყენია აქ ორი დამატებით კიდე სტილი. ეს არის Vision Color-ი და Rico Lomo. ეს უბრალოდ დავაყენე, რომ თქვენთვის მეჩვენებინა სხვადასხვა ვარიანტები. აი ავიღოთ დავუშვათ Vision Color, ხო?
ავიღოთ vision color და გადავიღოთ კიდევ ერთი კადრი. აბატონო, გადავიღეთ. და კიდევ ერთხელ შევცვლი მენიუდან და ახლა ამ შემთხვევაში დავაყენებ Rico Colors. და კიდევ ერთ კადრს გადავიღებ. აი, გადავიღე ერთი კადრი. კიდევ. ახლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ უკვე განსხვავებები რა მივიღე მე საბოლოოდ. მოდი ახლოს მოვწევ, რომ თქვენ კარგად შეხედოთ და ფერებს მიაქციოთ ყურადღება. შევეცადოთ, რომ ფოკუსი აიღოს. ასე. და აი ნახეთ, ახლა რა ხდება აქ. აი დააკვირდით, რა ქნა ჩვენმა სტილების შეცვლამ. ხედავთ ხო განსხვავებას? აი როგორი განსხვავებულია სტილები ერთმანეთისგან. ერთი და იგივე კადრი, ერთი და იგივე ექსპოზიციით გადაღებული. ერთი, ორი, სამი და ოთხი. რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, ალბათ თქვენი გითხავთ, რომ კიდე რა სტილი არსებობს. მე მაგალითად პირადად მაქვს ახლა აქ უკვე გამზადებული სტილები, ალბათ სადღაც 200-300 სხვადასხვა ტიპის სტილი. იქ არის აბსოლუტურად სხვადასხვა პარამეტრები. აი მაგალითად თქვათ Instagram-ის სტილი გამზადებული. დავაყენებ ახლა ამ Instagram-ის სტილს. ეს ბოლოს სამი სტილი სამომხმარებლო. შემიძლია ნებისმიერ დროს წავშალო და მის მაგერად აი ცუდი ის არის, რომ სამი სტილის მეც ერთდროულად ვერ დავაყენებ კამერაში. მაგრამ ამ სამ სტილს ყოველთვის შევცვლი იმ სტილზე, რომელიც მე კონკრეტულ შემთხვევაში მჭირდება. მაგალითად, თუ დავაყენებ ახლა აქ რაიმე Instagram-ის ტიპის სტილს, ხო? ყველა ჩემს მიერ გადაღებული კადრი იქნება უკვე Instagram-ის ესეთ სტილში გაკეთებული, შესრულებული და მე გამოვიყენებ როგორც მინდა. და არა მხოლოდ ეს ერთი სტილი, გეუბნებით, რომ აი მე სადღაც ბაზა, სადღაც 200 სტილია დავმოყრილი და გარდა ამისა, პლუს კიდევ ამას მე შემიძლია ეს სტილი დავამზადო ჩემი სურვილით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია ფერი, რომელსაც მე ვხედავ, აი მაგალითად ყვითელი, ხო? ვთქვათ, ყვითელი ფერი. მე შემიძლია დავამზადო სტილი, სადაც ეს ყვითელი ფერი გახდება წითელი, ან ლურჯი, ან მწვანე. და მწვანე თავსახური გახდება, ვთქვათ, ყავისფერი, ან შავი, ან ნებისმიერი, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მანიპულაცია ხდება ციფრულ მონაცემებთან, რასაც მიუთითებ, ის იქნება. ამისთვის ალბათ ასევე იკითხავთ, მაგრამ როგორ შეიძლება ამის რეგულაცია, ხო? როგორ ხდება ამ სტილის შექმნა? ეს არის სტილის რედაქტორი, ჩვეულებრივი, რომელსაც გვაძლევს წარმოებელი და გვეუბნება, რომ თქვენი სურვილის მიხედვით აირჩიეთ სტილი. შექმნით თქვენი სტილი, თუ გნებავთ, როგორი სტილის გნებავთ და გამოიყენეთ. დაინსტალირეთ თქვენ კამერაში ეს სტილი და გამოიყენეთ წარმატებით, არანაირი პრობლემა ამ ხრივ არ არის. აი ამის შემდეგ ახლა რაც მე თქვენ გაჩვენეთ, რაც ჩვენ ვისაუბრეთ. შეიძლება კიდევ ვისაუბროთ Nikon-ის ფერებზე და Canon-ის ფერებზე, რომ ისინი არის განსხვავებული. აი ამ კითხვით გტოვებთ მე თქვენ, შეიძლება თუ არა საერთოდ ამ ფერებზე საუბარი, რომ Nikon-ის ფერი სხვა არის და Canon-ის ფერი სხვა არის და აი Nikon-ი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ მას ესეთი ფერები აქვს და არა Canon-ი უნდა ვიყიდო, რომ ასეთი ფერები აქვს. შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი, როდესაც ყველა ფერი, რაც კი კამერას გააჩნია და გამოაქვს საბოლოო სახით და აღიქვავს და აკეთებს მის ასე ვთქვათ ინტერპოლაციას, ჩვენ ხელშია. როგორც გვინდა და როგორც გვესიამოვნება, ისე შევცვლით.
არანაირი დაბრკოლება არ არის. Შეგვიძლია გამოვიყენოთ უშუალოდ წარმოებლის მიერ მომზადებული სტილები, არ მოგვეწონა, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ედიტორით შევცვალოთ და შევქმნათ ჩვენი სტილი, რომელსაც დავარქმევთ რა სახელიც მოგვეწონება და გვესიამოვნება და გამოვიყენებთ იქ, სადაც საჭირო იქნება და სადაც ჩვენთვის იქნება მისაღები და ჩვენი ამოცანები იქნება გადასაწყვეტი. ასევე მინდა ბოლოს შეგახსენოთ, რომ ზაფხულია და ჩვენი სტუდია Photolife G აცხადებს საზაფხულო სასწავლო ექსპრეს კურსს 10 გაკვეთილისგან, პლუს 2 გაკვეთილი კიდე ბონუსად, ეს ყველაფერი ერთ თვეში ხდება. სწავლა იწყება 31 ივლისს. ვისაც სურვილი გაქვთ, რომ უფრო ღრმად და საფუძვლიანად ვისაუბროთ ამ თემებზე და გავეცნოთ თქვენი კამერის შესაძლებლობებს, გელოდებით, მომგზავნით, სიამოვნებით, არანაირი პრობლემა არ არის. შემდეგ ვიდეო რგოლში ჩვენ გავაგრძელებთ ისევ ერთმანეთის შედარებას, უკვე სხვა მახასიათებლების და ამით ჩვენი ასე ვთქვათ, ცოდნა აი ამ კითხვასთან დაკავშირებით Nikon-ის ჯობს თუ Canon-ის ჯობს, უფრო ღრმა გახდება, უფრო საფუძვლიანი გახდება და შედეგებზეც რასაკვირველია ეს ყველაფერი იმოქმედებს. გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.